სახელითა მამისათა, დადისათა, დასურისა, წმინდისათა ჩვენთან არც ღმერთს. დღეს სახარებიდან წავიკითხეთ იგავი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას სქემა ჩვენი ურთიერთობების ადამიანებთან. უფრო სწორედ პირველ რიგში მაინც საკუთარ თავთან ურთიერთობის. მოკლედ შინაარსი ესეთია მიგავის, რომ ვიღაც ხელმწიფე კაცი იყო, ანუ მართველი, პირველი პირი იყო და ამის ემართა ერთ-ერთ მოქალაქეს საკმაოდ დიდი თანხა. და დაიბარა ბოლოს, ესე იგი და უთხრა, რომ გადამიხადე, როდის გადამიხდი ამ ფულსო და ამ კაცმა უთხრა, რომ ცოტა კიდე მასადეოდა. თურმე ეს დიდი ხანი უნებოდა ესე და მან აღარ გაცდი. უთხრა, გავიდა ყველა დრო და მაშინ ესეთი წესი იყო და ეს ძალიან დასამახსოვრებელია, რომ მაშინ სახელმწიფო კანონების მიხედვით ადამიანის გაყიდვა შეიძლებოდა. და არა მარტო ადამიანის, არამედ მთელი მისი, რაც მას გააჩნდა, ქონებისაც და მისი ოჯახის წევრებისაც. მონობა იყო მაშინ სახელმწიფო წესი იყო ეგეთი და მოკლედ ეს უნდა დაეპატივრებინათ, გაეყიდათ და მის სულშვილიც გაეყიდათ მონებად და ასეთნაირად უნდა გადაეხადა. იმხელავალი ჰქონდა ამას დარჩენილი და ამან ძალიან თხოვა კაცმა ამ ხელმწიფეს, რომ ცოტა კიდე მომეციოთ, რომ ესე ნუ გამიკეთებო და იმან აპატია და უთხრა დაგეურდები. და ამის შემდეგ გავიდა ცოტა დრო და ამასთან მივიდა მისი ერთ-ერთი ახლობელი, რომელსაც 10 ჯერ უფრო ნაკლები ვალი ჰქონდა ვიდრე ამის თვითონ. და ზუსტად ესეთი მდგომარეობა ეს აღჭობდა ეს წერია პირდაპირ. დამიბრუნეს თუ და იმას არ ჰქონდა და უთხრა მაცადე ცოტა და არაო და ჩააგდო ციხეში. ჩააგდებინა ციხეში და სანამ არ გადამიხდის, რომ არ გამოვიდეს ციხიდან. და ეს როდესაც ხელმწიფე კაცმა გაიგო, დაიბარა ესა და უთხრა, რომ კი მაგრამ რამდენი გაპატიო მაშინ? შენო ეს მცირედი როგორ არ აპატიე, მაგალითი მაინც როგორ არა იღებ. და ეხლა მეც შენ ესე მოგიწევი, როგორ შენ მოეკიცი სხვასო და ჩააგდო ციხეში, სანამ არ მოხდებოდა მთლიანად ვალის დაფარვა მანამდე დაიყო. ეს არის ამ იგავის შინაარსი. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის სახარების ნებისმიერ ადგილზე ძალიან ბევრი შეიძლება ლაპარაკი და სხვადასხვა შეფასების გაკეთება, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. აი რომ შევაბრუნოთ მოვლენათა მიმდინარეობა. წარმოიდგინეთ, რომ ჯერ ეს კაცი შეხვედროდა, რომელიც ამის ცოტა ვალი ჰქონდა და ციხეში ჩააგდო და მერე რომ ისულიყო იმ ხელმწიფესთან რა მოხდებოდა. როცა ამის ციხეში ეყოლებოდა ადამიანი ჩასული. ესე იგი ხო არავითარი იმედი აღარ ექნებოდა რომ ის აპატიებდა. ეხლა არ ქონდა ეს სუდი საქმე გაკეთებული, და თხოვა პატიება და იმან აპატია. ამან მერე არ აპატია. ნახეთ რა გააკეთა ამით. მარტო აქ ვალის გადახდაზე კი არ არის, თვითონ უფალი ბრძანებს მერე ესე იგი ამის ახსნა განმარტებას, რომ აქ ლაპარაკი არის გանկითხვაზე ამ შემთხვევაში და პატიებაზე საერთოდ ზოგად პატიებაზე, მარტო ფულის კი არა, აი ადამიანს აპატიო რაღაცა რა შეუნდო. ამაზეა ლაპარაკი, მაგრამ ეხლა მთავარი სხვა რამეა. ესე იგი ნახეთ იმ ხელმწიფემ შეუნდო ამას მისცა დრო გადაუვადა და ამითი დააწესა ესეთი წესი, რომ ასეთ გაჭირებულ ადამიანს უნდა მოწყალებით მოექცე და არა სამართლიანად. როგორც ეკუთვნოდა ესე კი არ მოექცა. არამედ მოწყალება გაიღო და ეს დააკანა. და ამან მარტო ის კი არ გააკეთა, რომ ის ერთი ადამიანი ციხეში გაუშვა, არა. ამან ეს წესი შეცვალა. ამან შეცვალა წესი და რა თქმა უნდა იმას კანონიერად მოექცა. კანონის ძალით გაუშვა ეს ციხეში. მაგრამ მან ეს მოწყალების კანონი გადაატრიალა და შეცვალა სამართლის კანონით. და აი ამის შემდეგ, როდესაც მან ეს გააკეთა, იმ ხელმწიფემ ეს დაიბარა და უთხრა, რადგან შენ ეს წესი შეცვალე? რადგან მე გამსაჯე მოწყალებით, შენ გასაჯე სამართლიანობით და შენ ამითი ეს წესი დააწესე. რადგან შენ ეს გააკეთე, მაშინ შენც ამ წესით უნდა განისაჯო.
და შენ ზუსტად ისევე უნდა აგოს სამართლის წინაშე პასუხი, როგორც იმას აგებინე ვიღაცას. ანუ აქ დავუკვირდით რაღაცა ძალიან ბევრად უფრო ღრმა ამბავია. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანი როგორც ასეთ მიუხედავად იმისა, რომ ის მეფე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის რაღაც ამ ხარეს, აი პირველი პირი იყო, ესე რომ კარგად ხარბელი სახელმწიფოს ხელმწიფე იქნებოდა, მაგრამ ნუ პირველი პირი იყო რა. და ეს არ იყო პირველი პირი. და მიუხედავად ამისა, მან დააკანონა რაღაც. ანუ ადამიანს აქ უფლება ღვთისგან მინიჭებული, რომ რაღაცა დააკანონოს. თავის რა თქმა უნდა, თავისი მოღვაწეობის და თავისი გამგებლობის ფარგლებში. მაგრამ ადამიანს შეუძლია დაადგინოს რაღაცა კანონი. ოღონდ ამ კანონს მერე თვითონ უნდა დაემორჩილოს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, გადაწყვიტოს თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა თქვენთაგანმა, როგორი კანონებით გვინდა რომ ვიცხოვროთ. ოღონდ მერე თვითონ შეასრულოს ეს კანონი. და სად შეიძლება ამ კანონების დადგენა? როგორ შეიძლება ეს? რა თქმა უნდა, სახელმწიფო კანონს ხა ჩვენ არავინ მიგვაღებინებს. ჩვენ შეიძლება მხოლოდ ჩვენ თავაზობ და მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია დავადგინოთ? ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ პირადი ცხოვრების წესი და პირადი კანონები ჩვენ. მაგალითად, რაზეც უფალი ბრძანებს სახარებაში, რომ ნუ განიკითხავ, რომ არ იყო განკითხული, რათა არა განიკითხა. აქ ლაპარაკია ძირითადად განკითხვაზე. აქ ლაპარაკია ძირითადად აი ამ მიტევებაზე. რა შემთხვევაში და როგორ უნდა მიუტევოთ ადამიანს. და აი აქ უნდა ჩვენ გამოვიყენოთ სახარების ეგრეთ წოდებული ოქროს წესი. მოვექცეთ სხვა ადამიანს ისე, როგორც მის ადგილას მინდა რომ ჩვენ მოვიქცეთ. მოვექცეს სხვა. და აქ რაზეა ნახეთ ლაპარაკი. მე ბევრჯერ გამიგია, ნუ ხა ყველას ვერ გეტყვით რომ საცითაოდ ყველასგან, მაგრამ ბევრი თქვენგანისგან გამიგია ბევრჯერ აბსოლუტურად შეურიგებელი დამოკიდებულება სხვა ადამიანის საქციელისადმი, რაღაც საქციელისადმი. იმ სხვა ადამიანის საქციელის ახსნა კიდე ცალკე საკითხია, რატომ მოიქცა ესე, როგორ მოიქცა, მაგრამ აქ ლაპარაკია განკითხვაზე, რომ აი ამ ადამიანმა ეს ჩაიდინა და ამის გამო ის ამისი და ამის ღირსია რა. მაგალითად რომ მე იმას არ დაველაპარაკებია, რაღაცა კიდე უარესი. ხო და ნახეთ, აი ესე უნდა მოიქცეთ. თუ მაინც გინდათ სხვა ადამიანი განიკითხოთ, აუცილებლად უნდა კარგად ჩამოაყალიბოთ რა ჩაიდინა იმ ადამიანმა. რა ეს კი არა რომ ისე გააკეთა ასეთად, არა. განაზოგადოთ ეს საქციელი და რა ქვია ამ საქციელს. აი რაც ამ ადამიანმა ჩაიდინა, რასაც თქვენ მას არ პატივით. ჩამოაყალიბეთ სიტყვიერად, რა საქციელი ჩაიდინა, რა ქვია ამას სახელად. და კარგად დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ თვითონ, როდესაც იგივე საქციელს ჩაიდენთ, და აუცილებლად მოხდება ეს. აუცილებლად მოხდება. განსაკუთრებით აი, როდესაც ადამიანს განიკითხავს, ხშირად ხდება, რომ ძალიან მალე თვითონ იგივე საკითხებს. ერთი უშვებს ამას, რა რომ თქვა ისწავლოს ადამიანი. ხო და აი კარგად დაიმახსოვრეთ, ამ ადამიანმა ეს ჩაიდინა, აი ამისათვის ის ამის ღირსია და იმის შემდეგი რაც უნდა გააკეთოთ, თქვენ ჩააყენოთ. მის ადგილას აი თქვენ ჩაიდინეთ ეს და თქვენც ამის ღირსი იქნებით. თუ ესე არ გინდათ, მაშინ იმ ადამიანს პატიება უნდა მიცეთ. არ განიკითხოთ ადამიანი, იმიტომ რომ როგორც კი ადამიანს განკითხვა რა არის, მოსამართლის როლში ყოფნა. ესე იგი შენ მსჯავრი გამოგაქვს, ესე იგი შეფასებას აკეთებს აქციელის და მერე საჯელს ნიშნავ ამისთვის. ამას ნუ გააკეთებთ. ნუ გააკეთებთ ამას, იმიტომ რომ თქვენ ვერ იქნებით ისეთი მოწყალე საჯული, როგორც არის ღმერთიანი მაგალითად სხვა ადამიანი. ამიტომ თქვენ ეცადეთ, რომ ეს არ გააკეთოთ. და როცა თქვენ ჩაიდეთ, აი მერე უკვე შეგეძლებათ უფრო თამამად ითხოვოთ პატიება. ნახეთ, ამ კაცმა ამან თავი გმირი ვინც არის ახლა, ვისაც აპატიეს და მერე სხვას ვინც არ აპატია, ხო? პირველად როდესაც წარდგა სამშაბათს, მთელი არსებით ითხოვა პატიება. ისე ითხოვა პატიება, რომ მას ხელა რაღაც აპატიეს. ნახეთ, იმ ხელა რამე აპატიეს, რომის გადასაფარვად ცოლშვილის გაყიდვა, საკუთარი თავის გაყიდვა და ცოლშვილის გაყიდვა იქნებოდა საჭირო. აი ამ უდენა რაღაც აპატიეს. და ამაზე ითხოვა პატიება. და აპატიეს. და როდესაც მეორეჯერ იგივე სამშაბათზე წარსდგა, ხმა ვეღარ ამოიღო პატიების სათხოვნელად, იმიტომ რომ თვითონ სხვანაირად მოიქცა. პატიებაც კი ვეღარ ეთხოვა. ხო და ესე მდგომარეობაში
ეცადეთ რომ არ ჩაიყენოთ საკუთარი თავი. რა არის ამისთვის საჭირო? ნუ განიკითხავთ, რომ თქვენც არ განგიკითხოთ. 4 შაბათ საღამოს 6 საათზე ჩატარდება ლოცვა, უკვე მარიამულის დღესასწაული მოგვიახლოვდა და 5 შაბათს დილით 8 საათზე დაიწყება ჟამნობა და წირვა და აღნიშნავთ ყველანი ერთად ყოველწმინდა ღვთისმშობლის მიტინების დღესასწაულს ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი. არს დაიწყოს.